დიდი მადლობა ბატონო კახი ჩვენ ეთერში მონაწილეობისათვის ვიცი დაკავებული ხართ ახლა ამ საგანგებო ვითარებაა და პირველი შეკითხვა ამ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში რა ვითარებაა თქვენი მონაცემებით პირველ რიგში მოგესალმებით მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს როგორც მოგეხსენებათ დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო მდგომარეობათა შტაბი რომელსაც ხელმძღვანელობ მე ვიცით რა მდგომარეობაა ქვეყანაში ძლიერმა ქარმა გამოიწვია გარკვეული პრობლემები განსაკუთრებით ეს აჭარის რეგიონს შეეხო აჭარა გურია ასევე ქვემო ქართლი შიდა ქართლი გარკვეული პრობლემებია მე მოგაწვით ამ დროისთვის თუ რა მდგომარეობაა მაგალითად აჭარის რეგიონში კობულეთში 57 საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი ასევე ხელვაჩაურის რაიონში დაზიანდა 93 სახლი ნაწილობრივ ხოლო 9 სახლს საერთოდ სახურავი გადახადა ასევე გორის რაიონში 80 სახლი დაზიანდა აქედან 40 არის გორის შემოგარენი სოფლები ხოლო 40 თვითონ გორის ცენტრში მდებარე სახლები ასევე გარკვეული პრობლემები იყო დედაქალაქში 50-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა ეს ძირითადად ავლაბარში ხდებოდა ამ წუთში მდგომარეობა ნორმალურია მე რამოდენიმე ხნის წინ ვესაუბრე თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელს და გარკვეული პრობლემები ამ ეტაპზე არ არის ასევე ელექტროენერგიის კუთხით იყო ძალიან დიდი პრობლემები დღეს ქვეყანაში 100,000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა განსაკუთრებით ეს შეეხო ქვემო ქართლს სადაც 22,000-მდე აბონენტი ეხლა ამ წუთშიც გამორთულია ასევე მცხეთა-მთიანეთში ბოლო საათების განმავლობაში ასე რომ ვთქვათ ქარის სიძლიერე მიმატა და 35,000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა კახეთშიც გარკვეული პრობლემები იყო 17,000 აბონენტი იყო გამორთული და პრობლემების აღმოფხვრა დაწყებულია 8,000 აბონენტი ჩართულია უკვე ამ წუთისთვის მინდა გითხრათ რომ 60,000-მდე აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მიმდინარეობს სამუშაოები 24 საათიან რეჟიმზეა გადასული სადისტრიბუციო კომპანიები ენერგოპრო და მაქსიმალურად ვეცდებით ხვალისთვის უკვე ელექტროენერგიის მიწოდება იყოს აღდგენილი გარკვეულ სამუშაოებს რა თქმა უნდა ქარის სიმძლავრე რომელიც ჯერ კიდევ არ შეჩერებულა უშლის ხელს და როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან ხვალ დღის ბოლომდე ასე რომ ვთქვათ იკლებს ქარის სიმძლავრე და მე დარწმუნებული ბატონო კახი დღის განმავლობაში ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი ერთი შემთხვევის შესახებ ეს არის დაკარგული მეთევზე თქვენთვის თუ არის ცნობილი არსებობს კი არა კიდევ თუ არის რაიმე მსხვერპლი ოფიციალურად ვერ დავადასტურებ იმ ადამიანზე რომელზეც არის საუბარი თითქოს სხვაში გადავარდა მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები და როდესაც უკვე ოფიციალურად გვექნება ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გავაკეთებთ განცხადებაც სხვა რაიმე მსხვერპლზე საუბარი არ არის მსუბუქი დაშავებები სხვა მეტი განსაკუთრებული არაფერი სიტუაციას ვაკონტროლებთ რა თქმა უნდა ქარი როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან ქარის სიმძლავრის პიკმა უკვე ჩაიარა მაგრამ სიმძლავრეს ინურჩუნებს და დღის ბოლომდე ასე რომ ვთქვათ ჩადგება ეს ბატონო კახი აი ამ დენთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ საუბრობთ გარკვეულ შეზღუდვებზე რამდენად ეს იმოქმედებს წყალსაქაჩ სადგურებზე ანუ აი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები ხო არ იქნება და ან შეზღუდვები ამ დროის მანძილზე ამ მომენტისთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს წყალსაქაჩებთან დაკავშირებით წყალი ჩვეულებრივად მიეწოდება დედაქალაქის მოსახლეობას, სხვა რეგიონების მოსახლეობას ერთადერთი პრობლემა არის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება, რომელიც იყო გამოწვეული ამ ქარის. როგორც ჩანს, ჩვენ რამოდენიმე ზარი შემოგვივიდა თბილისში ლოკალური წყლის რაღაც შეზღუდვასთან დაკავშირებით თითქოს და მაგრამ შეიძლება ეს ლოკალური პრობლემა იყოს და ეხლა რაც მინდა გითხრათ ლოკალური პრობლემა. პირველადი მონაცემები თუ გაქვთ აი ამ დროისათვის ზარალის ოდენობაზე ერთი კითხვა და მოხდება თუ არა ამ ზარალის კომპენსაცია როგორც ეს მანამდე აი კახეთში განხორციელდა. ზარალს რაც შეეხება ალბათ ხვალიდან უკვე ჩვენ დავიწყებთ გავალთ რეგიონებში და კონკრეტულად დაითვლება თუ რამდენი შეადგენს ეს ზარალი და რა თქმა უნდა ზუსტად მაგითო არის შექმნილი ჯგუფი საგანგებო მდგომარეობის რომელშიც არის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ასევე არის ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ბატონი დავით ნარმანია ჩვენ მაქსიმალურად დავითვლით თუ რა რაოდენობას შეადგენს ზარალი და ამის მერე რა თქმა უნდა მოხდება საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველანაირი ანაზღაურება. დიდი მადლობა პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში საუბრობდა საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი